გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ. ეს შეფასება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანიის პირველი დიპლომატი საქართველოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. ანალენა ბერბოკის ეს მოთხოვნა ოფიციალური თბილისისთვის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა. პირდაპირ ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და შემდეგ ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ორმაგი სტანდარტი დღეს პარლამენტში გამოააშკარავეს და ქვეყნის პირველი დიპლომატის არადიპლომატიურ მოთხოვნებს მისივე საჩივრები დაუპირისპირეს. ბუნდესტაგიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით ანალენა ბერბოკის საჩივრების საფუძველზე გერმანიის პროკურატურამ გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით. არაერთ საქმეზე დაიწყო, მათ შორის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო, რაც მათივე კანონმდებლობით 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სტატისტიკაში მას მხოლოდ მისი კოლეგა ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი უსწრებს, რომლის მიმართვის საფუძველზე 805 ადამიანი არის გამოძიების ქვეშ. ისე რომ გადავთვალოთ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, ეს მინისტრები გამოდის დღენახევარში ერთხელ წერენ საჩივარს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ და სამინისტროს როდის ხელმძღვანელობენ, ესეც საკითხავია. შესაძლოა ვინმე მიფიქროს, ალბათ სახეში გარტყმაზე უარესი იქნებოდა ის 513 თუ 815 შემთხვევა. ნურას უკაცრავად. ეს არის ისეთი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ქალბატონ ბერბოკს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოცქსელში ტერორისტი უწოდა, ან 58 წლის მამაკაცმა მას უწოდა მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხეილ როთმაც კი უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ ჭუას გვასწავლიდა და რომელსაც სოცქსელში შიშარა ქვეშაფსია უწოდეს. მმართველი გუნდის წევრებმა გერმანელ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს და წარსულის მაგალითებიც გაიხსენეს. ჩარევას პირდაპირ შიდა პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან საზოგადოება მივეჩვიეთ 2022 წლის შემდეგ ესეთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც ვეტინგზე გესაუბრებიან, როდესაც ღია წინასაარჩევნო კამპანიას უტარებენ აქ თავიანთ აგენტურულ ქსელს. ამის შემდეგ ესეთი განცხადებები სამწუხაროდ უკვე არ ახალია. როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, როდესაც სხვა ქვეყნის ელჩები, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროები სახელმწიფოების დონეზე არ ერიდებიან სხვა სახელმწიფოს საქმეებში, შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც არის სრულად სუვერენული უფლება ამ ქვეყნის. რატომ ითხოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ადამიანის უაპელაციოდ გათავისუფლებას მაშინ, როცა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა მხოლოდ დღეს დაიწყო. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. მზია ამაღლობელის შიმშილობის შემდეგ საჯაროდ დღეს პირველად სწორედ სასამართლოში გამოჩნდა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.